გამარჯობა. Ამ ვიდეოში გესაუბრებით ჯოკერით შეპყრობილ ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ის უარყოფითი პერსონაჟია, მაინც უამრავი ფანი ჰყავს. ხალხს ამ კომიქსის საქმეები რეალურ ცხოვრებაში გადმოაქვს. კოლ ვეტერკინდი. როდესაც კოლი თავის შეყვარებულს დაშორდა, ის სასოწარკვეთილებას მიეცა. ერთ დღესაც ჰით ლეჯერის ჯოკერში გამოწყობილმა იპოვა თავისი ყოფილი შეყვარებული, რომელიც მის ბიძაშვილთან ერთად ერთობოდა. ამ ფაქტმა კოლი კიდევ უფრო გააბრაზა. ჩხუბისას მისი ბიძაშვილი ფეხში დაჭრა. ვეტერკინდი დააკავეს და ბრალი წაუყენეს ძალადობის მუხლით. სასჯელის სახით 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მგონი ჰით ლეჯერს ჯოკერის როლი ასე კარგად არ უნდა ეთამაშა. ნიელ ედვინ პრესკოტი. 2012 წლის ივლისში ნიელ ედვინ პრესკოტი სულ გადაიწია ჭკუიდან. მივიდა თავის ბოსთან და დაუწყო იმის მტკიცება, რომ ის ნამდვილი ჯოკერი იყო. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მისმა ბოსმა პოლიცია გამოიძახა. საბოლოოდ სამართალდამცავებმა 25 სახეობის იარაღი იპოვეს ედვინის სახლში. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყველა მათგანი ლეგალურად იყო შეძენილი. ედვინს ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარეს, ხოლო მოსამართლემ აღნიშნული საქმე შეწყვიტა, იმ მიზნით, რომ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავდა. ამდენი იარაღი რომ გექნება, ჯოკერობის ამბიცია მგონი თავმდაბლობაც კია. კრისტოფერ გლენსი. 2009 წელს 17 წლის კრისტოფერ გლენსიმ საკუთარ სკოლას ცეცხლი წაუკიდა. როდესაც სამართალდამცავებმა ჰკითხეს, თუ რატომ გააკეთა ეს, კრისტოფერმა მშვიდად უპასუხა, რომ მის სკოლაში ყველა მასწავლებელი ფარისეველი იყო. ეგ ნადირლები. კრისტოფერმა სკოლის ტერიტორიაზე 6 კასრი ბენზინი მიმოასხა და ცეცხლი გააჩაღა. მოსამართლეს უთხრეს, რომ კრისტოფერი ბედნიერი იყო თავისი ნამოქმედარით და ამაყობდა კიდეც. საბოლოოდ მას არანაირი სასჯელი არ შეუფარდეს, თუმცა სანაცვლოდ ფსიქიატრიულში გააგზავნეს. ენრიკე დომინგესი. ფლორიდელი ენრიკე დომინგესი ჯოკერის თავგადაკლული ფანი იყო. 2016 წლის იანვარში მან ლეგალურად შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი. ის გეგმავდა ჯოკერის ფორმაში გამოწყობილი შეერთებოდა ISIS-ის წევრებს. საბედნიეროდ მისი გეგმა განხორციელებამდე გამოაშკარავდა. მან შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც თავისი დანების კოლექციის სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თავის თანამშრომელს უთხრა, რომ მათი უფროსის მოკვლას აპირებდა. კიმ დი გენდერი. 2009 წლის იანვარში ჯოკერის ფორმაში გამოწყობილი კიმ დი გენდერი ბელგიის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩებში დაძრწოდა. ხალხს პირზე დანას ადებდა და ეკითხებოდა იმ შეკითხვებს, რომელსაც ჯოკერი უსვამს თავის მსხვერპლებს. მოწმეები ამბობდნენ, რომ თავდასხმის დროს ის ციტირებდა სიტყვებს კინოფილმიდან შავი რაინდი. კიმი დააპატიმრეს და ამ დანაშაულისთვის შესაფერისი სასჯელიც არგუნეს. დონალდ ფინი უმცროსი. დონალდს სურდა რაიმე ორიგინალურის მოფიქრება, რაც თავისი ვიდეოებისთვის ბევრი ნახვის მოგროვებაში დაეხმარებოდა. ის ჯარედ ლეტოს ჯოკერით იყო შეპყრობილი თვითმკვლელთა რაზმიდან. ბევრი ფიქრის შემდეგ მან სახე ისე შეიღება, რომ ზუსტად დამგვანებოდა ლეტოს ჯოკერს. შემდეგ ფინი აფთიაქში შეიჭრა და მოითხოვა ყველა აბი, რაც კი იქ იყო. დონალდი ფიქრობდა, რომ ის ხალხს არ ვნებდა, უბრალოდ პანიკას იწვევდა. დააპატიმრეს კიდეც პანიკის გამოწვევის ბრალდებით. აი რას აღარ კადრულობს ხალხი ვიდეოზე ნახვების მომატებისთვის. ზოგი აფთიაქში შეიჭრება, ზოგიც ჯოკერის მიმბაძველებზე იღებს ვიდეოებს. კრისტოფერ ლენამი. კრისტოფერ ლენამი ჯოკერის ერთგული ფანი გახლდათ. 2009 წელს სახლში დაბრუნებულმა კრისტოფერმა თავის შეყვარებულს განუცხადა, რომ ის დიდი გრანდიოზული ომისთვის ემზადებოდა. კრისტოფერი ჯოკერის ფორმაში გამოეწყო და შეყვარებულთან ერთად ფორტ ეუსტისკენ გაემართა, სადაც თავს დაესხა ერთ ადამიანს. გაქცევის დროს გადაჭარბებული სიჩქარის გამო მათ პოლიცია დაედევნა. როდესაც პოლიციელებმა კუთხეში მიიმწვდიეს, კრისტოფერმა ჩავარებაზე უარი განაცხადა და ცეცხლი გახსნა. ჯოშუა ვენ ბასკირკი. საკუთარი ქორწინების დანგრევასა და სამსახურის დაკარგვაში ჯოშუა თავის მეგობრებს ადანაშაულებდა. ამის გამო მან თავისი მეგობრების სახლები და მანქანები გადაწვა და დანაშაულის ადგილას ჯოკერის კარტი დატოვა, როგორც შავ რაინდშია. როდესაც ჯოშუა დააკავეს, მან აღიარა, რომ მეგობრებზე განაწყენებული იყო
თუმცა უარყო მათი საკუთრების გადაწვის ფაქტი. მგონი ეს მომენტია ჯოკერის ფანებისთვის ყველაზე აღმართოვანებელი. ტიმოთი კორტუა. შავი რაინდის აღზევების ყურების შემდეგ ტიმოთიმ გადაწყვიტა დიდი სიჩქარით ევლო, რათა პოლიცია დასდევნებოდა. მაგისტრალზე დაიწყო 180 კმ/სთ სიჩქარით სიარული, რის გამოც პოლიცია დაედევნა და დაიჭირეს. სამართალდამცავებმა მას საბარგულში რამდენიმე სახეობის იარაღი უპოვეს. ტიმოთიმ განაცხადა, რომ ის ამ ყველაფრით თავის უფროსთან აპირებდა ანგარიშის გასწორებას. მანვე აღნიშნა, რომ შთაგონებული იყო კოლორადოში მომხდარი ერთ-ერთი თავდასხმით. საბოლოოდ ის გიჟად შერაცხეს. ინდიანას უსახელო სტუდენტი. 2009 წელს ინდიანას შტატში ცხოვრები 17 წლის სტუდენტი თავის მასწავლებელზე თავდასხმის გამო დააკავეს. სანამ მასწავლებელი ესპანურის გაკვეთილებს ატარებდა, სტუდენტი მასწავლებლის სააბაზანოში შეიპარა. მას სახეზე ჯოკერის მსგავსი გრიმი ჰქონდა. უფრო საზარელია ის ფაქტი, რომ სტუდენტს თან ჰქონდა დანა, რათა მასწავლებლისთვის პირი გაეჭრა შავი რაინდის ჯოკერის მსგავსად. სახლში დაბრუნებული მასწავლებელი შეშინდა, თუმცა გააანალიზა ყველაფერი და მაგიდის ქვეშ დაიმალა, მანამ სანამ პოლიცია მოვიდოდა. ამ თავდასხმის გამო სტუდენტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს. უცნობი თავდამსხმელი. 2016 წლის ზაფხულში 14 წლის ბრეიდონ ჰიტერს თავს დაესხა ვიღაც უცნობი, რომელიც მართალია ჯოკერის გრიმს არ ატარებდა, მაგრამ მის ხელწერას მიხვებოდა. მან სცადა ბრეიდონისთვის პირი გაეჭრა, რათა სახეზე მისთვის ჯოკერის ღიმილი აღებეჭდა. თინეიჯერი ბოლომდე ცდილობდა საკუთარი თავის გადარჩენას, რის დროსაც მძიმედ დაშავდა. საბედნიეროდ, თავდამსხმელი, რომელიც ასევე თინეიჯერი აღმოჩნდა, დააკავეს და პასუხისმგებლობაში მისცეს. ჯეიმს ჰოლმსი. კოლორადოს შტატში 20 ივლისს კინოფილმის ბნელი რაინდის აღზევების პრემიერის დროს 24 წლის ჯეიმს ჰოლმსმა ცეცხლი გაუხსნა დარბაზში მყოფთ. სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 58 დაშავდა. ფილმის დაწყებიდან მალევე ჰოლმსიმ დატოვა აუდიტორია და უკან ჯოკერის ფორმაში გადაცმული დაბრუნდა. მას თან ჰქონდა რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი. კინოჩვენებაზე მაყურებლები ფიქრობდნენ, რომ ეს რაღაც საჯარო აქციის ნაწილი იყო, მანამ სანამ ჯეიმსმა უშუალოდ იარაღიდან არ გაისროლა. 20 ივლისს მომხდარი ტრაგედიის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ძალით გაჩაღდა დებატები ცეცხლსასროლი იარაღის ხელმისაწვდომობასა და ფართოდ გავრცელების მიზანშეწონილობაზე. დღეისათვის სულ ეს იყო. კომიქსების ყურება კარგია, თუმცა ასე გაფანატება ნამდვილად არ არის კარგი. ზოგადად გაფანატება არაფერზე არ არის კარგი. მოკლედ, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, და ლაიქეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.